for many years, so it's a pleasure to be GMFS. First of all, thank you for this opportunity, and you have been a month ago, but unfortunately it's at that moment. Tomorrow, obviously, NATO strengthening its policy in front of them. We always ask this question, is it stated, okay, here is article, this kind of an attitude, it might be. And yeah, this is the question, and the rest of it is yours. I believe it's even more. საუბარი შეეხება მიმდინარე მოვლენებს, რომელიც უსაფრთხოებაზე მომუშავე საზოგადოების ფოკუსში ექცევა ხოლმე და ბუნებრივია დღეს გამნერ იქნა რომ ხვალდაზე ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი ემართება ძირითადად სწორედ ნატოზე საუბრობდით იმ საფრთხეებზე, რომელიც ჩვენს რეგიონში გაზრდილია, სირიაზე, პრობლემაზე, რომელიც ტერორისტების გადინება შემოდინებით ექნებათ სხვადასხვა მათ შორის ევროპულ სახელმწიფოებს საუბარი შეეხო საქართველოს პერსპექტივებს, საქართველოს გამოწვევებს, უსაფრთხოების პრობლემებს ჩვენი ქვეყნისთვის. ვფიქრობ, რომ საინტერესო დიალოგი იყო ყოველთვის მნიშვნელოვანია ევროპის დედაქალაქებში იმ საზოგადოებასთან საუბარი, რომელიც ერთგვარად ქმნის აზრს ახდენს აზრის მობილიზაციას და მუშაობს როგორც საკუთარი ქვეყნის მთავრობებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობენ. ამიტომ ჩვენი ის მთავრობა, რომლის წევრიც მე ვარ, არასოდეს არ ვიშორებთ დროს და ენერგიას, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევხვდეთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ საქართველოს წუხილები და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები, ერთად ვეძებოთ გამოსავალი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი მცდელობით საბოლოო ჯამში გადაწყვეტილები იქნება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ მიღებული. Very delighted to have the minister with us, also to have Jamie Shea from NATO, for many reasons. First of all, to hear the Georgian perspective is important, and to hear our reflections on what is happening in the relationship with NATO and Brussels is important, but also because for GMF we've been so involved in this issue with Georgia, especially NATO enlargement historically, that it's an important conversation for us to have.